იცით ახლა საკმარის ვაკეთებთ თუ არა ნამდვილად მე რასაც ხედავ ჩემი ხედვიდან ხო რასაც უყურებ და რასაც ვფიქრობ ხო უნდა ვთქვა ხო სადაც სიმართლეს არ ვისაუბრებთ იქ ვერც მიზანს მივაღწევთ ვერასდროს საკმარის რა თქმა უნდა საკმარის არ ვაკეთებთ საკმარის რო ვაკეთებდეთ ამ დღეში არ ვიქნებოდით უბრალოდ მე კიდე განმეორდები ყველაზე კაცისთვის ყველაზე ძლიერი დარტყმა არის მის ქვეყანაში როცა ქალებს ჩაგრავენ როცა ქალებს შეურაცხყოფენ როცა ქალებს წარმოედგინეთ ახლა ამაზე მეტი და ამაზე მიუღებელ რა უნდა მოხდეს კაცი პოლიციელი კაცი გარბის სასამართლოში და ქალს უჭივის დაუშვათ არის სისტემა და სისტემა ასე მოითხოვს არა ასე არ მოითხოვს ჯერ ადამიანი უნდა იყო მე სისტემაში უნდა იყო მე პოლიციელი და მე ხელისუფალი შენ წაღან თქვენ თქვით ხო ეროზია ქალებში როგორ ვექცევით ქალის მიმართ ჩვენი პატივისმცემლობის მიმართ ეროზია თუ გაჩნდა მართლა ამ ეროზიას ვერ შევაუსეთ ამის კურნალობა არ არის ეს აქამდე არ უნდა მიუშვათ ამიტომ არ ვაკეთებ ჩვენ საკმარის უნდა ამოიღოს ყველა ხმა უნდა ამოიღოს პირველ რიგში უნდა იყოს ქვეყანაში ქალი დაცული და შემდეგ ბავშვიც დაცული იქნება და უსამართლობაც აღმოეჩევა უნდა დაუპირისპიროთ ყველა უნდა შეუტანხმდეთ არა ცალ-ცალკე როგორც დღეს ხდება მე ძალიან ბევრ რამეზე მართლა ვარ გულნათკენი რომ არ ხდება ერთობა არ ხდება ერთიანი ძალით შეტევა არ ხდება ერთიანი ძალებით თუნდაც ქალების ბავშვების უსამართლო დაჩაგრულების დაცვა ეს არ ხდება ამიტომაც არ არის საკმარისი რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ 2000 ეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც მე არ მგონია ერთი ნაბიჯი სწორად თუ გადადგმულა იმიტომ რომ ვერ ხერხდება იმის გამო რომ ჩვენ სწორად ვერ ვლაგდებით ყველამ უნდა აიღოს ინიციატივა და ერთ რაღაცაზე უნდა შევუტანხმდეთ და ამის მერე იქნება საკმარისი იმ ქალების დაცვის ამბავშს და სხვა დანარჩენი კუთხითაც